ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვცდილობთ ინფორმაციის განახლებას, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით ისევ გრძელდება სამაშველო ოპერაცია და მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. სიტუაცია არის უცვლელი და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ინფორმაციის განახლება დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ. ჯერჯერობით ისევ და ისევ ოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია ერთ გარდაცვლილზე და ერთ დაშავებულზე. თუმცა აქ საუბრებში ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს რისკი გაცილებით დიდი იყოს, ვინაიდან ჩვენ მათ შორის მოგვეცა საშუალება, რომ გავსაუბრებოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებენ, ურეკავენ და სამწუხაროდ ჯერჯერობით ისინი არ პასუხობენ, ისინი ელოდებიან ინფორმაციის განახლებას. ეს მძიმე შემთხვევა, ტრაგედია მოხდა დაახლოებით საღამოს 6-დან 7 საათამდე, როდესაც ამ შენობის, ჩემს უკან მდგომი შენობის ფაქტობრივად გარე კარნიზი, ეს არის ის ნაწილი, რომელიც მეხუთე სართულსა და ჭერს შორის არის, ეს ნაწილი ჩამოიღრა და საკმაოდ მასიურია. თქვენ შეგიძლიათ ახლა ნახოთ და ვიმსჯელოთ პრინციპში ამ კადრიდან, რომ საკმაოდ დიდი მასიური ბეტონის ნაწილი არის ჩამონგრეული და სწორედ ეს ჩამონგრეული ნაწილი უკვე მოხვდა გზის სავალ ნაწილზე. მას ამ ბეტონის ქვეშ არის მოყოლილი ასევე რამდენიმე ავტომობილი და ჩვენი აქ ყოფნის პერიოდში მოხდა 3 მათგანის გაყვანა ტერიტორიიდან, მათ შორის ერთ-ერთი იყო დაზიანებული, როგორც მე მომეცა საშუალება შორიდან მენახა, 2 მეტნაკლებად უფრო მთელი იყო, თუმცა ეს 3 მანქანის გაყვანა ტერიტორიიდან შემიძლია დაგიდასტუროთ. თუ ვიმსჯელებთ იმით, თუ რა ხდება ახლა ყვითელი ლენტის მიღმა, მიმდინარეობს ფაქტობრივად ხელის ბურღებით მუშაობა, რომ რაც შეიძლება დამზოგველად მოხდეს აი ამ ბეტონის მასისაგან ტერიტორიის გაწმენდა, ვინაიდან სავარაუდოდ ბეტონის ქვეშ შეიძლება იყვნენ მოყოლილი ადამიანები და შესაბამისად ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც მიმართავენ ახლა მაშველები. ტერიტორია მთლიანად არის შემოსაზღვრული ყვითელი ლენტით და რაც შეეხება თვითონ აი ამ შენობას, ძალიან საყურადღებოა ის, რომ ფაქტობრივად როგორც მერიამ, ასევე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ყველა მიცოდა, რომ შენობა იყო ავარიული და ამის შესახებ არაერთი დასკვნა არსებობს. მე მაყურებელს მინდა გავაცნო დასკვნის ერთ-ერთი დასკვნის ნაწილი, რომელიც ფორმულას ხელთ არის. დასკვნა არის გაცემული 2023 წლის 27 მარტს და მასში ხაზგასმული არის ექსპერტის მიერ, რომ თევდორე-ღვლის 10 ნომერში მდებარე ეს შენობა მისი სახლის მეხუთე სადარბაზო არის ტექნიკურად გაუმართავი და არის ასევე დეფორმაციები აღინიშნება, როგორც ექსპერტი წერს, ამიტომ დაზიანება არის შეფასებული როგორც მესამე და მეოთხე ხარისხის და ბზარები, როგორც ექსპერტი წერს, არის გაყოლილი სწორედ გარე ფასადზე. შესაბამისად, დღეს ჩვენს უყვებოდით მაყურებელს და ეს თვალნათლივ ჩანს ადგილზე, რომ სწორედ ბზარს არის გაყოლილი ის ჩამონგრეული მასის ნაწილი, რომელიც როგორც ვთქვით, შენობის სახურავსა და მეხუთე სართულს შორის იყო აი ამ კარნიზზე, არქიტექტურულ კარნიზზე, რომელიც ახლავს აი ამ საკმაოდ ძველ შენობას. ასევე არ ვიცი ჩანს თუ არა ჩვენს კადრში, მინდა გაჩვენოთ, რომ დიახ გიორგი, რომ ამასაც ვთქვი, რომ დაასრულე და შეკითხვა მაქვს. მეორე მხარესაც ზუსტად ასეთი ბზარი არის. კი, ჩვენ გვაქვს მათ შორის არაერთი ვიდეო კადრი, რომელიც მერიისთვის მიმართვის პარალელურად თვეების განმავლობაში მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული იქნა საჯარო სივრცეში. ამას ვაჩვენებ ჩვენ ჩართვის შემდეგ. სანამ ჩვენ ჩართვას დავამთავრებ და მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ რადგან გრძელდება ჯერ სამაშველო სამუშაოები და სრული სურათი არ გვაქვს, ჩვენ გვექნება ალბათ კიდევ არაერთხელ ჩართვა გადაცემის მიმდინარეობის დროს, მას შემდეგ რაც სიახლე იქნება, თუმცა მანამდე რომ დაუბრუნდეთ შენი ჩართვის დასაწყის, სადაც თქვი, რომ არის მოლოდინი, რომ შეიძლება ერთი კი არა, კიდევ რამდენიმე ადამიანი იყოს იქ მომწყდება, ასე ვთქვათ, მოყოლილი ამ ჩამონგრეული შენობის დეტალის ქვეშ და შენ თქვი, რომ მაგ ყოფნის დროს ქონდა კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ მათი ახლობელი შეიძლება იყოს იქ მოყოლილი და ვერ უკავშირდებიან. დაახლოებით რამდენ ადამიანზე არის ლაპარაკი? გიორგი, მე პირადად მქონდა საუბარი 2 ადამიანზე, რომლებიც ცდილობენ ამ დრომდე დაკავშირებას ახლობლებთან. ერთ-ერთი ამბობს, რომ უბრალოდ იცოდა, რომ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ანუ ის აქ არ მუშაობდა, უბრალოდ გამბლელი იყო და პიკის საათის დროს გადაადგილდებოდა სწორედ ამ ტერიტორიაზე. რაც შეეხება მეორეს, ის უშუალოდ ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა და ისიც ვერ უკავშირდება. ეს არის ის 2 შემთხვევა, რაზეც მე შეგვიძლია დადასტურებით გითხრათ. თუმცა ზოგადად აქ არის საუბარი, რომ დაახლოებით შესაძლოა ეს რიცხვი 6-მდე იყოს.